თუ ABC სამკუთხედის AB და AC გვერდებზე ავაგებთ პარალელოგრამებს, მაშინ რისი ტოლი იქნება მათი ფართობთა ჯამი. საინტერესო გეომეტრიული ამოცანა არის და შემდგომშიც მივიღებთ ეს შედეგი ცნობილია როგორც პაპუსის თეორემის სახელწოდებით, რომელიც იყო ბერძნული გეომეტრიის ბრწყინვალების ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი მე-4 საუკუნეში. მოდი ავაგოთ AB-ზე პარალელოგრამი სამხრეთის გარე მხრიდან და AC-ზეც პარალელოგრამი გარე მხრიდან, ხო? მაგალითად, ამისათვის ავიღოთ, ვთქვათ, BD მონაკვეთი და ავაგოთ პარალელოგრამი DBA-ზე. ეს, ხო? გვაქვს ABDE პარალელოგრამი, ხო? ანალოგიურად მოვიქცეთ AC გვერდზე. ავაგოთ პარალელოგრამი. აქაც. ავაგეთ ACFG პარალელოგრამი და გვაინტერესებს ამ ორი პარალელოგრამის ფართობთა ჯამი რისი ტოლი იქნება. ძალიან საინტერესო შედეგს მივიღებთ. ვთქვათ, D და FG წრფეები იკვეთებიან მოდი ესე იყოს. H წერტილში. შევერთოთ A და H-ი. ეხლა B წერტილზე გავავლოთ H-ის პარალელური წრფე. ავიღოთ მასზე მონაკვეთი, რომელიც H-ის ტოლია ამ B წერტილზე გავლებული წრფის წრფეზე. ავიღოთ მონაკვეთი, რომელიც ტოლია H-ის, ხო? და ვთქვათ ეს არის ეს წერტილი იყოს, ვთქვათ, B-ი. და ავაგოთ პარალელოგრამი IBC-ზე. აკა? ესე იგი, პარალელოგრამი ავაგოთ IBC-ზე. ეს, ხო? ანუ გვაქვს BICG პარალელოგრამი. და ვაჩვენოთ, რომ BDE პარალელოგრამის ფართობი მიმატებული AGFC პარალელოგრამის ფართობი იგივეა, რაც IBCG პარალელოგრამის ფართობი. ესე იგი, AB-ზე და AC-ზე აგებული პარალელოგრამის ფართობთა ჯამი არის BC-ზე აგებული პარალელოგრამის. ოღონდ BC-ზე აგებული პარალელოგრამის IB გვერდი არის AH-ის ტოლი და ამავე დროს AH-ის პარალელური, ხო? რაც ძალიან საინტერესო შედეგია და მოდი ეს ვაჩვენოთ რატომ, ხო? გავალოთ CJ წრფე. ეს. ვთქვათ, CJ წრფე კვეთს GFs, ვთქვათ, კაწერტილში და IB DS, ვთქვათ, L წერტილში, ხო? ეხლა თუ დააკვირდებით, BL და AH პარალელურები არიან, ხო? იმიტომ რომ აგების თანახმად BI არის AH-ის პარალელური. ამავე დროს AB და EL არის პარალელოგრამი. ისა პარალელური აგების თანახმად, ხო? იმიტომ რომ DBA პარალელოგრამია. შესაბამისად,
B-ი და A-ში ერთმანეთის ტოლია, ხო? აი B-ი და A-ში ერთმანეთის ტოლია, ესე ეს არის IB-ს ტოლი. და ანალოგიურად, DB ვიცი რო არის EA-ს ტოლი, შესაძლოა DL EA-ს ტოლია, DBL სამკუთხედი ტოლია EA-ს სამკუთხედის. და შესაბამისად BDL სამკუთხედის ფართობი იგივე იქნება რაც EA-ს სამკუთხედის ფართობის. ანალოგიურად AG სამკუთხედის ფართობი იგივე იქნება რაც KC სამკუთხედის ფართობი. შესაბამისად BLHA პარალელოგრამის ფართობი და BDEA პარალელოგრამის ფართობი ერთი და იგივეა. საკმარისია აი გავამუქებ, ვიპო BLHA პარალელოგრამის ფართობი, მერე AHKC პარალელოგრამის ფართობი და შევკრიბავ. ეს იგივე იქნება რაც AB-ზე და AC-ზე აგებული პარალელოგრამის ფართობთა ჯამი. მეორე მხრივ ვიცი რომ AH-ში არის პარალელური BL-ის და შესაბამისად A-ში პარალელურია KC-ს, ხო? აგების თანახმად. რადგან პარალელურია ეს BL-ი და A-ში, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის მანძილი ტოლია, ხო? მართობი, სიმაღლე. მათ შორის მანძილი ტოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ BL-A-ში პარალელოგრამის სიმაღლე და აი ამ პარალელოგრამის სიმაღლე აი აქამდე ერთი და იგივეა. აი ამ პარალელოგრამს და ამ პარალელოგრამს ერთი და იგივე სიმაღლე აქვს. ხოლო ვიცით რომ პარალელოგრამის ფართობი არის პარალელოგრამის გვერდი განმავლობილი მასით დაშვებულ სიმაღლეზე. BLHA პარალელოგრამის გვერდი არის A-ში და ფართობი იქნება H-ში განმავლობილი H-ზე, ანალოგიურად ამ პარალელოგრამის ფართობიც იქნება H-ში, იგივე გამრავლებული IB-ზე და IB და A-ში ერთმანეთის ტოლია აგების თანახმად. შესაბამისად, აი ამ პარალელოგრამის ფართობი იგივეა რაც აი ამ პარალელოგრამის ფართობი. ანალოგიურად AHKC პარალელოგრამის ფართობი, ხო? აი ამის ფართობი იგივე იქნება რაც ამის ფართობი, ხო? რატომ? იმიტომ რომ AHKC პარალელოგრამის სიმაღლე მართობი, ხო? A-ში გვერდში დაშვებული იგივე იქნება რაც ამ ქვედა ნაწილის აი ამ პარალელოგრამის სიმაღლე. რატო? იმიტომ რომ A-ში და CK ერთმანეთის პარალელურია და სიმაღლე მათ შორის მანძილი ერთი და იგივეა. ამავე დროს A-ში და CG ერთი და იგივეა, ხო? აგების თანახმად. ესე იგი ტოლი გვერდი აქვს და შესაბამისად ტოლის სიმაღლე. ამიტომ მათი ფართობები ტოლია და ამ ორი პარალელოგრამის ფართობი არის ქვედა პარალელოგრამის ორი პარალელოგრამის ფართობა ჯამი არის ქვედა პარალელოგრამის ფართობის ტოლი, ხო? შესაბამისად დამტკიცდა რომ ესე იგი თუ ABC სამკუთხედზე AB გვერდზე და AC გვერდზე აგებ პარალელოგრამებს, ორივე ან გარედან, ან ორივე შიგნიდან, მაშინ ამ პარალელოგრამის ფართობდა ჯამი არის BC გვერდზე აგებული იმ პარალელოგრამის ფართობის ტოლი, რომლის მეორე გვერდი, თქვა ჩვენ შემთხვევაში B-ი, ტოლი არის AB-ზე და AC-ზე აგებული პარალელოგრამის ამ გვერდების მოპირდაპირე გვერდების თანაკვეთიდან აწევრამდე მანძილი, ხო? B-ი და A-ში ერთმანეთის ტოლია და ამავე დროს A-შის პარალელურია. ეს არის ცნობილი თეორემა, შეიძლება პაპუსის ფართობის თეორემა, პაპუსის პარალელოგრამის ფართობის თეორემა, ბევრნაირად ცნობილი, ხო? ეს მისი თეორემა პროექციულ გეომეტრიაში კიდე სხვაა და ეს არაგერიოდო, ცხადია. ამ თეორემას ძალიან კარგი გამოყენება აქვს ვექტორებში, ხო? ვექტორულ გეომეტრიაში საკმაოდ კარგად გამოიყენება, როგორც აი მაგათად ვექტორული ძალების შეკრების დროს. ეს ერთგვარი ფართობთა ვექტორების შეკრებისა და შესაბამისი ფართობის შეკრების, ინვარიანტს წარმოადგენს. ამ თეორემის გამოყენებით მტკიცდება ძალიან საინტერესო თეორემები, მათ შორის
რომელზეც შემდეგ ლექციაში ვისაუბრებთ, არის ერდოშ მორდელის უტოლობა. ამით იმორჩეთ და დამატებითი კითხვები თუ რამე გექნებათ, მომწერეთ პირადში.